რა გადაწყვეტილებები მიიღო წმინდა სინოდის ხდომამ სკანდალური საქმის აღძვრის შემდეგ მღვდელმთავრები დღეს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების განსახილად სინოდის რიგარეშეს ხდომაზე შეიკრიბნენ. ერთადერთი რაც ამ დრომდე ცნობილია, სინოდმა ჭყონდიდულ ეპისკოპოს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობის უფლება შეუზღუდა და როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, მისი აქტიურობა დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ეპისკოპოსისვე სიტყვებით მას ურჩევნია სამართლიანად დაისაჯოს, ვიდრე ტყუილით გამართლდეს. საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია და განცხადება მოგვიანებით გახდება ცნობილი, მანამდე კი სინოდის წევრების განცხადებებს ნათია ქენქაძე ისმეს, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. ნათია, მეუფე პეტრეს გარდა საუბრობს თუ არა რომელიმე მღვდელმთავარის ხდომისას განხილულ საკითხებს? არა ვასილ, არც ერთ მღვდელმთავარს გარდა მეუფე პეტრეს დღეს არ უსაუბრია სინოდის ხდომის დეტალებზე. მათ განაცხადეს, რომ ხდომის დასრულების შემდეგ შედგა შეთანხმება, რომ დღეს გაკეთდება მხოლოდ ოფიციალური განცხადება და ეპისკოპოსებმა თავი უნდა შეიკავონ მედიასთან საუბრისგან ხდომაზე განხილულ თემებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ჩვენ დადასტურებულად ვიცით მხოლოდ ის, რომ ხდომაზე დადგა მეუფე პეტრეს საკითხი და იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები მასთან დაკავშირებით მიღებული, თუმცა განიხილეს თუ არა დეკანოს გიორგი მამალაძის საკითხი და მისთვის მსახურების შეჩერების თემა, რომელზეც ვრცელდებოდა ბოლო პერიოდში ინფორმაცია. ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით ოფიციალურ განცხადებას საპატრიარქოს მხრიდან, რომელიც ჩვენ რამდენადაც ჩვენ ვიცით, უნდა გააკეთოს სენაკიცა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ, რომელიც სინოდის დღევანდელი ხდომის მდივანი იყო. ვფიქრობ, რომ ჯობია მოვერიდოთ და ესეთი კონკრეტული განცხადებები გააკეთოს საპატრიარქომ. თვითონ გადაწყვეტავთ. ამ ეტაპზე თავ შევიკავებ და ნახოთ ქვეყანას როგორც დაჭირდება ესე გავაკეთოთ. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე დღეიდან განცხადებების გაკეთებას უნდა მოერიდოს. ასეთია მისი ინფორმაციით წმინდა სინოდის გადაწყვეტილება. მასო ჩამოერთვა საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ხელმძღვანელის სტატუსიც. მიტროპოლიტი ამბობს, რომ მისი თემა დღეს ხდომაზე მთავარი იყო. განთავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის. მეუღენი რეაქცია როგორია? რას უკავშირდებოდა? როგორც ამბობ, მირჩევნია დავისაჯოს სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართო. პასუხისგებლობა მაგისტრია, რაც ვარ მღვდელმთავარი ერისა და ეკლესიის წინაშე ვემსახურო ჭეშმარიტებას. ისაყვედორეს თქვენი აქტიურობის გამო, რომელიც ამ დღეებში გამოკვეთილი იყო. რა თქმა უნდა. გითხრეს, რომ აღარ უნდა იახტიო. მე ვფიქრობ, რომ ეს მოკერძოებული იყო სამართალი და იმედია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა. კიდევ რაზე იმსჯელეს და რა გადაწყვიტეს სინოდის წევრებმა სინოდის ხდომის განჩინებით და საპატრიარქოს ოფიციალური განცხადებით გამოჩნდება. სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები დაელოდონ ოფიციალურ საპატრიარქოს განცხადებას. მამა გიორგისთან დაკავშირებით შეუჩერდა. მე მგონია გასაღებად გიხარით. აშუაშია მეუფე პეტრეს წინააღმდეგ. ეხლა თქვენ თუ გონიათ, რომ ძალიანი ნიჭიერები ხართ და ისეთ შეკითხვებს მისვამთ, რომ რაღაცას მათქმევიებთ, ძალიან ცდებით. თქვენზე მეტი გამოცდილებაც მაქვს და თქვენზე მეტად ვიცი საქმის არსი. თქვენ დაუკვირდით მეუფე პეტრეს ტელევიზიის რასაც მოისმენთ განცხადებას, იმას დაუჭირებ ხარი. რამდენიმე მიტროპოლიტი ჟურნალისტებთან საპატრიარქოში შესვლამდე შეჩერდა. სინოდის წევრთა უმეტესობა ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს და მოკვლევის დასრულებას ელოდება. თუ ჯერათ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვერსიის. როგორ გითხოთ? არ მაქვს უფლება არ ვენდო, მაგრამ პირველი დაწი. ეს პროკურატურის დასრულებული საკითხია. ვიდეო მასალაზე კითხვები თუ დაგჭირდა და გაქვთ თუ არა გაუცემელი გავყას. ერთი არ არის სრული, ხო თვითონ ეთქვეს. სამდენად ავთენტურია ეს, ხო? და ამბობთ ეს ჩემ კომპეტენციას აღემატება. არ ვიცი, ყველაფერი არის ასაწონი, დასაწონი და ყველაფერს უნდა სიბრძნით მიდგომა და არა ემოციით და გასარკვევია. მე არ ამგონია, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას აქვს ადგილი, ასთა სხვადასხვაობა შეიძლება. თუ იქნება საკითხები დასმული მამა გიორგი მამალაძის თემასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით აუცილებელია გუშინდელი ვიდეო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ამ საკითხებზე საუბარი? არ ვიცი, ეს უწმინდესის ნება არის. ეკლესია ფაქიზი მარგალიტია, უნდა მოუხდეთ მას. სინოდის დღევანდელი ხდომა რიგარეშე იყო. გეგმიურად შეკრება წელიწადში ორჯერ აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში ხდება. გარდა ზეპირი განცხადებისა, სინოდის ხდომაზე განხილულ საკითხებზე ინფორმაცია ცნობილი გახდება კიდევ განჩინების გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც უკვე წერილობითი სახით ვრცელდება, თუმცა ამ დროისთვის განჩინების გამოქვეყნების თარიღიც უცნობია. მადლობა ნათია, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან ნათია ქენქაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.